სამომხმარებლო ფასების დონე ქვეყანაში იანვარში წლიურად 2%-მდე გაიზარდა. დეკემბერთან შედარებით კი იანვარში ინფლაცია 0.4%-ით დაჩქარდა. ინფლაციის ფორმირებაზე ტრადიციულად დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების ზრდას აქვს. ყველაზე მეტად ამ ჯგუფში ფასები ბოსტნეულზე და ბახჩეულზე გაიზარდა. გასულ წელთან შედარებით 88%-ით გაძვირდა მწვანილი. კომბოსტოზე ფასი გაიზარდა 63%-ით. გლობალურად ოქროს გაძვირების ფონზე კი საქართველოში ერთ წელიწადში ქორწინების ბეჭედი 28%-ით გაძვირდა. ინფლაცია გაცილებით მაღალი იქნებოდა, რომ არა კავშირგაბმულობის ჯგუფში ფასების 12.5%-ით შემცირება, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.46% პუნქტით აისახა. იანვარში 40%-ით შემცირდა ინტერნეტის მომსახურების ღირებულება, ასევე ფასი შემცირდა ხილსა და ანტიბიოტიკებზე. სურსათის ჯგუფში ფასების ზრდას დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. საერთაშორისო ბაზარზე მომწოდებლების მხრიდან ფასები არ შეცვლილა, თუმცა კურსსაშორის სხვაობა რეგულაციები და საცალო პროდუქტებით მოვაჭრე ქსელების მხრიდან სახელშეკრულებო პირობების შეცვლის გავლენით ფასები თითქმის ყველა სამომხმარებლო პროდუქტებზეა გაზრდილი. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამ ფასის ფორმულირებაში, რომელიც მომხმარებელს ხვდება, რა თქმა უნდა, ლარის კურსია, მათ შორის ნებისმიერი სხვა დამატებით ხარჯი, რომელიც წარმოეშვება ადგილობრივ კომპანიას თუ სადისტრიბუციო იმპორტიორ კომპანიას. ისეთი ხარჯი მათ შორის როგორც არის ქსელებთან ურთიერთობებში წარმოქმნილი გადასახადები, რომელიც იხედება ყოველწლიურად და ხდება მასის ზრდა. როგორც ესეთი არსებითი ცვლა მომავლისთვის არ იგეგმება, თუ რა თქმა უნდა ლარის კურსი შეინარჩუნებს მინიმუმ ამ მერყეობას, რა მერყეობასაც დღეს განიცდის და თქვათ არ აცდება დროის მოკლე შუალედში მინიმუმ სამ ნიშნულს. სამომხმარებლო პროდუქტებიდან ფასების ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია ბოსტნეულსა და ბახჩეულზე. მხოლოდ მწვანილი ბოლო ერთ წელიწადში თითქმის 90%-ით არის გაძვირებული. საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაცია ამას ბაზარზე წარმოქმნილ დეფიციტს უკავშირებს. ეს მატება გამოწვეული არის სეზონურობით, შესაბამის აგროვადებში და შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ მოხდა მოსავლის დროული მოწევა ადგილობრივი ფერმერების მიერ და ეს არის გარკვეულწილად დროებითი მოვლენა, გარკვეულწილად ასევე ინფლაციური პროცესებიც არის ქვეყანაში და შესაბამისად არის ფასი გაზრდილი. თუმცა უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ამინდების გამოსვლასთან ერთად, გაზაფხულის დადგომასთან ერთად ადგილობრივი პროდუქციის შემოსვლა, მწვანილი მაქვს მხედველობაში კონკრეტულად და შესაბამისი მიწოდება ბაზრისთვის უკვე უზრუნველყოფს ფასების გასტაბილურებას. მოსახლეობისთვის გაძვირდა ჯანდაცვაც. ბოლო ერთ წელიწადში 4.8%-ით გაიზარდა ფასი ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე. ფასების ზრდა ჯანდაცვის სისტემაში ბუნებრივია აძვირებს სადაზღვევო პროდუქტებსაც. 2024 წლის იანვართან შედარებით გასულ თვეში მოქალაქეებს თითქმის 13%-ით გაუძვირდა დაზღვევა. ძალიან იზრდება სამედიცინო სერვისების ღირებულება, მაგალითად თუ აქამდე ექიმის კონსულტაცია, ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია მერყეობდა 50-დან 80 ლარამდე, ახლა ექიმის კონსულტაცია 80 ლარის ზემოთ არის და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება 150 ლარსაც კი გადააჭარბოს და ბუნებრივია, როდესაც სადაზღვევო ინდუსტრია სამედიცინო სერვისებს ყიდულობს გაზრდილი ფასით, ეს უნდა დაკომპენსირდეს სადაზღვევო პრემიაში. სპეციალისტების შეფასებით, თუ ქვეყნის იზოლაცია გაგრძელდება, გაუარესდება ინფლაციური მოლოდინები, რა თქმა უნდა, ამას შეიძლება სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდა მოჰყვეს. მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში ეროვნულ ბანკს ფასების სტაბილურობისთვის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს. სამწუხაროდ ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ინფლაცია 2 წლის განმავლობაში, ამან გამოიწვია ფასების ზრდა და თუ დავაკვირდებით დინამიკას განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქციაზე, ფასები საშუალოდ იმატებს ნელ-ნელა და ის რომ ახლა ჯერჯერობით საპროგნოზო მაჩვენებლის ფარგლებშია ინფლაცია, არ ნიშნავს იმას, რომ ის შეიძლება არ გაიზარდოს და რომ იგივე დონეზე დარჩება. იმისთვის რომ ინფლაცია არ იყოს, მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ეს ერთი და შემდეგ რა თქმა უნდა ეროვნული ბანკის ადეკვატური მოქმედება, რომ თუ დაინახავს რომ ინფლაციური მოლოდინები იზრდება, მან უნდა გაამკაცროს შემდეგ მონეტარული პოლიტიკა. თავარია არ შეიქმნას ისეთი ძლიერი წნეხი, რომელიც მნიშვნელოვნად გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს, ასეთ შემთხვევაში საჭირო გახდება უკვე ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც ეკონომიკურ აქტივობას კიდევ უფრო მეტად შეამცირებს და შესაბამისად შეიძლება გარკვეულ კრიზისშიც გადაიზარდოს. თუმცა ეს ჯერჯერობით ნაკლებად სავარაუდოა ამჟამინდელი მდგომარეობით, თუმცა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყანაში არსებული გაურკვევლობის და პოლიტიკური კრიზისის განვითარებით.
ინფლაციური რისკებიდან გამომდინარე საქართველოს ცენტრალური ბანკი რამდენიმე სცენარს განიხილავს. საბაზო სცენარით სები 2025 წელს საშუალოდ 4.2%-იან ინფლაციას მოელის. გეოპოლიტიკური რისკების ზრდის, საერთაშორისო სასაქონლო ფასების ზრდისა და ინვესტორთან ნდობის შესუსტების ფონზე კი სები მაღალ ინფლაციურ სცენარს განიხილავს, რა შემთხვევაშიც ინფლაცია 2025 წელს 5.7%-მდე მოიმატებს. დაბალი ინფლაციური სცენარი კი გეოპოლიტიკური სტაბილურობის გაუმჯობესებას, საგარეო ინვესტიციების ზრდას და საერთაშორისო ბაზრებზე ფასების შემცირებას ეფუძნება, რა დროსაც ინფლაცია მიზნობრივზე დაბლა 2.6%-მდე შემცირდება. 2024 წელი საბანკო სექტორმა დეპოზიტების მიმართულებით გაზრდილი დოლარიზაციით დაასრულა. შარშან მეოთხე კვარტალში ბაზრის მონაწილეებმა 2 მილიარდი ლარის მოცულობის ანაბრები უცხოურ ვალუტაში გადაიტანეს. შედეგად კი ლარის დეპოზიტების მოცულობა 27.5 მილიარდ ლარამდე. ლარიზაციის მაჩვენებელი კი 51%-დან 47%-მდე შემცირდა. შესაბამისად, ამავე პერიოდში დეპოზიტების დოლარიზაცია 53%-მდე გაიზარდა. ფინანსისტების ნაწილი ამბობს, რომ უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების გადატანა ძირითადად ქვეყანაში შექმნილ არასტაბილურ ვითარებას და გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდება, რის გამოც როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა დანაზოგები მათთვის უფრო სანდო და მყარ უცხოურ ვალუტაში გადაიტანეს. უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდა კი თავის მხრივ ბაზარზე აისახა, მათ შორის გასულ პერიოდში ლარის მკვეთრი მერყეობების სახით. მთლიანად მეოთხე კვარტალში 2 მილიარდი ლარის დეპოზიტები და მიმდინარე ანგარიშები გადავიდა უცხოურ ვალუტაში, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 700 მილიონი დოლარის დოლარი შეიძინა ბიზნესმა, ფიზიკურმა პირებმა, ეს ზუსტად არავინ არ იცის, რა თქმა უნდა. ეს გამოიწვია იმან, რომ მოსალოდნელია გარკვეული კრიზისი, ბაზარი ელოდება და ბიზნესი ელოდება, რომ შეიძლება ხვალ დაიწყოს კრიზისი, ან ნებისმიერ დღეს, რისთვისაც უფრო სანდო ვალუტა ამ შემთხვევაში მათთვის არის დოლარი ან ევრო და ისინი ნაკლებად ენდობიან კრიზისების დროს როგორც წესი ლარს. დიდი ალბათობით სწორედ ეს დეპოზიტების გადატანა უცხოურ ვალუტაში ლარიდან, ასევე შემოსულობების შემცირება, რა თქმა უნდა, ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე, რადგან იმისთვის რომ თქვა ამ შემთხვევაში დოლარზე იზრდება, ხო მოთხოვნა. საბანკო ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდის მიზეზი არსებულ არასტაბილურ ვითარებასთან ერთად სეზონურობაცაა, როდესაც როგორც წესი, ბიზნესი წლის ბოლოს მათ შორის გაზრდილი იმპორტის ფონზე უცხოურ ვალუტას იმარაგებს. ასოციაციაში აცხადებენ, რომ უკვე წლის დასაწყისში მათი შეფასებით საბანკო სექტორში მსგავსი დიდი მოცულობით უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების კონვერტაციები აღარ ფიქსირდება. ემატება ისიც, რომ ლარის გაუფასურების გამო სადეპოზიტო პორტფელი უცხოურ ვალუტაში იზრდება, ლარში იგივე რჩება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ამ ორ ფაქტორზე ვისაუბროთ. რეალურად უცხოურ ვალუტაში ლარის გადაკონვერტირება პირდაპირ მოყვება ხოლმე ლარის ცვალებადობას და მოლოდინების ცვალებადობას. ეს ფაქტორი პირდაპირ პროპორციულად აისახება ხოლმე მდგომარეობაზე. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პერიოდზე ემთხვევა წლის ბოლო და იანვრის პერიოდი, როდესაც იმპორტის ნაწილი სხვა პერიოდთან შედარებით იზრდება და ლარის ხარჯვის ნაწილი იზრდება. თებერვლის პერიოდი, როდესაც ეხლა გვაქვს პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხარჯვის ნაწილი მეტნაკლებად შემცირებული იქნება, იმპორტიც ყოველწლიურად მცირდება ხოლმე, ანუ ამ თვეს და აქედან გამომდინარე მოლოდინები არის, რომ უფრო მეტად შეიძლება შეიცვალოს ამ თვეში მდგომარეობა. დეპოზიტების შეცვლილმა სტრუქტურამ გარკვეული გავლენა მოახდინა ლარის სესხების საპროცენტო განაკვეთებზეც და გასული წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის სესხები გაძვირდა. თუმცა, როგორც საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, განაკვეთების ზრდა მხოლოდ დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდას არ უკავშირდება და ეს მეტწილად სესხებთან შედარებით ზოგადად დეპოზიტების ზრდის ტემპის შენელებითაა განპირობებული. მოთხოვნა უფრო მეტად ლარზე არის, ვერ ვიტყვი, რომ დეფიციტია დღეს, მაგრამ ისე ვთქვათ, ძვირია. ლარი დღეს ბაზარზე უფრო ძვირი არის. უფრო მეტად ვიტყოდი, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი აჭარბებს სადეპოზიტო პორტფელის ზრდის ტემპს, ანუ სესხების მოცულობა უფრო იზრდება ვიდრე
სადეპოზიტო პორტფელის ეს უფრო მეტად ზემოქმედებს, ვიდრე რო გითხრათ, ანუ ის გადაადგილებები თქვათ რაზე საუბრობთ ის კონვერტაციები. უფრო მეტად დღეს ეს მოქმედებს. ფინანსისტების ნაწილი კი ამბობს, რომ იანვრის განმავლობაში ლარის მერყეობის გაგრძელება მათ შორის იმაზე მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, ბაზრის მონაწილეების ნაწილმა ლარის ანაბრების უცხოურ ვალუტაში გადაკონვერტირების პროცესი მიმდინარე წლის დასაწყისშიც გააგრძელა, რაც თავის მხრივ იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოლოდინები მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. ბუნებრივი ფსიქოლოგიური მოვლენაა, ხო, ლარის კურსი დაეცა, ლარში დანაზოგი არ მინდა. ხო, გადამაქვს დოლარში. ლარის კურსი რატო არის დარწმუნებული რომ გაგრძელდებოდა იანვარში, ლარის კურსმა გააგრძელა ვარდნა, იმის შემდეგ კიდევ რაღაც 2-3% დაეცა მეგონი, ხო, დაახლოებით 2%. ხო, შესაბამისად ალბათ დეპოზიტების ლარში, ლარიდან დოლარში გადაგატანის განმავლობა გაგრძელდა. ახლა რა შეიძლება რა ეფექტი შეიძლება იქონიოს ამან, თავისთავად ეს რაღაც ინგლისურად ამან self-fulfilling prophecy, ანუ თავისთავად იწვევს ლარის კურსის გაუფასურებას, ანუ გაუფასურებას მოყვება დოლარიზაცია და დოლარიზაცია იწვევს გაუფასურებას. რატომ? იმიტომ რომ როდესაც ლარიდან დოლარში გადამაქვს, უნებრივია დოლარზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად დოლარი თქვა ლართან მიმართებაში ხარდება, ლარი უსრულდება. უცხოური ვალუტის დეპოზიტების მოცულობა გასული წლის ბოლოსთვის 30 მილიარდ 800 მილიონ ლარამდე იყო გაზრდილი. რა მოცულობით გაგრძელდა სავალუტო ანაბრების ზრდის ტემპი უკვე იანვარში. ამის შესახებ ეროვნული ბანკი ოფიციალურ მონაცემებს მიმდინარე თვის ბოლოს გამოაქვეყნებს. ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს ბანკის ჯგუფის შემადგენლობაში შემავალ სომხურ ამერია ბანკს სომხეთში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 105 მილიონი ევროს სესხი გამოუყო. ამ საკრედიტო შეთანხმების მიზანია მხარე დაუჭიროს სომხეთში 400-მდე მცირე და საშუალო ბიზნეს და უზრუნველყოს 15,000-მდე საშუალო ადგილის შენარჩუნება. EIB-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დაფინანსების მინიმუმ 20% მიმართული იქნება მწვანე ინვესტიციებისკენ, რაც სომხეთის ეკონომიკის მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა განვითარებას შეუწყობს ხელს. ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით საკრედიტო შეთანხმების ფარგლებში სესხის ნაწილი ადგილობრივ ვალუტაში გაიცემა, რათა ბიზნესები სავალუტო რისკებისგან დაცული იყვნენ. ევროკავშირის მხარდაჭერით ამერია ბანკის მიერ გასაცემი სესხები დაბალი საპროცენტო განაკვეთით იქნება ხელმისაწვდომი. საინვესტიციო ბანკი Galten Tagardi წელს 3.9%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. 2024 წელს საქართველოში ინფლაციის საშუალო დონემ 1.1% შეადგინა. 2025 წლის იანვარში კი წლიური ინფლაცია 2%-მდე გაიზარდა, თუმცა ეს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე, რაც 3% შეადგენს, დაბალია. ინფლაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად სამხმარებლო კალათის საფუძველზე ანგარიშობს. ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამოგია, ლევან ძნელაძე, ნინო ჯელაძე, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი წარუდგინა. შესაბამისი წარდგინებები და ინფორმაცია კანდიდატთა სამუშაო გამოცდილების შესახებ პარლამენტის ვებგვერდზე უკვე აიტვირთა. მას შემდეგ, რაც ოცნების ერთპარტიული პარლამენტის საბჭოს წევრებს დაამტკიცებს, ვაკანტური არც ერთი თანამდებობა აღარ იქნება. რაც შეეხება კანდიდატებს, ვახტანგ ბურკიაშვილი ეროვნული ბანკის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორია. ის ქართული ოცნების შემწირველია. ამასთან იყო ბიძინა ივანიშვილი, საზოგადოება 2030-ის ანალიტიკოსი. ოთარ შამოგია ქართული ოცნების ხელისუფლების დროს ჯერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი მინისტრი იყო. 2007 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. რეზიუმეს მიხედვით, ლევან ძნელაძის საჯარო სამსახური პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსის პოსტზე 1995 წელს იწყება. ამის შემდეგ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა 2000 წლამდე. ნინო ჯელაძეს 3 სხვადასხვა სპეციალობა აქვს, 3-ვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული. არის ეკონომისტი, იურისტი და უცხო ენების სპეციალისტი. 2017-2021 წლებში იყო პროგრეტით ბანკის წარმომადგენელი, კომპლაიენსისა და AML ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი. 2021-2023 წელს ჰქონდა კონსულტანტის კერძო პრაქტიკა ფულის გათეთრებასთან ბრძოლისა და საოპერაციო რისკების მართვის საკითხებში. 2024 წლიდან დღემდე ეროვნული ბანკის მოქმედი თანამშრომელია, კერძო საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი. ამჟამად ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა ყავს. 2023 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს 2 აღმასრულებელი წევრი აირჩია. ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურას ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პირობებში 2023 წლის ბოლოს პარლამენტმა დაბლოკა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე.
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პირველი პლენარული სხდომა ხვალ 4 თებერვალს გაიმართება, რომელზეც პრეზიდენტის სტატუსით მიხეილ ყაველაშვილის მოსმენაა ჩანიშნული. სამუშაო საგაზაფხულო სესიაზე საკანონმდებლო ორგანოში მყოფ ქართულ ოცნებას ბევრ საკითხზე მოუწევს მუშაობა, მათ შორის რამდენიმე კანონში ცვლილება მამუკა მდინარაძემ დააანონსა. კანონმდებლობის გამკაცრების არგუმენტად კი ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორების განეიტრალება დასახელდა. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, რომლითაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები შეექმნა. ქართული ოცნების უმრავლესობის ხტომის შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პრესკონფერენციაზე ეს გარემოება არა მმართველი ძალის გადაწყვეტილებას, არამედ Deep State-ის აგენტების მიერ ქვეყნის დესტაბილიზაციის მსვლელობას დაუკავშირა. მისი თქმით, გასული წლის დეკემბერში ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა ქვეყანას ჰქონდა 6.5% ეკონომიკური ზრდა, გაუარესდა ლარის კურსი და შესაბამისად ქვეყანამ და მისმა ეკონომიკამ გარკვეული დარტყმა მაინც მიიღო. დღევანდელი მოცემულობით ეს უარყოფითი ტენდენცია მისი თქმით გასწორდა, მაგრამ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ქვეყნისა და სახელმწიფო საბოტაჟი მოგონილი პროპაგანდისტული არგუმენტებით, რაც შეიძლება ნაკლებად შეძლოს Deep State-ის აგენტურამ. მამუკა მდინარაძემ ეკონომიკური ზრდის შეფერხების საპრევენციოდ საზოგადოებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მთელი რიგი რეგულაციების გამგაცრება შესთავაზა. მათ შორის მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იგრძელება დახურულ სივრცეში შენობებში აქციების ჩატარება, წვრილმანი ხეულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლო შესასრულებლების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მომსახურების სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით. მათ შორის ძალადობრივი ქმედებებისაკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. არსებული ცვლილებით ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით. იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის მუქარი ძალადობისათვის და ეს ტარდება მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში და ისჯება პატიმრობით 5-დან 6 წლამდე ვადით. ასევე მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში. სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც. საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლების ინფორმაციით 2025 წლის 1 აპრილამდე საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია იგეგმება. სოციალურ ქსელში საჯარო სამსახურის ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ გავრცელებული განცხადებით, კანონში შესული ცვლილებების შემდეგ საჯარო სამსახურის სისტემაში დაიწყო იმ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან გათავისუფლება, რომლებმაც ისარგებლეს გამოხატვის თავისუფლებით და შეუერთდნენ საჯარო მოსამსახურეთა ერთობლივ პეტიციებს. საჯარო სამსახურის ბიუროს დაგეგმილი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ მიწოდებია. საჯარო სამსახურის ბიუროზე ჩვენთვის სხვა გარეწყაროებიდან ცნობილი. საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ ბიუროს ლიკვიდაცია სწორედ ამ პროცესის ნაწილია და ემსახურება საჯარო სამსახურში კრიტიკული აზრის ჩახშობას, ნათქვამია განცხადებაში. დღის ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლითაც დაადასტურეს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აღარ იარსებებს. მიზეზს რაც შეეხება რელიში მითითებულია, რომ გადაწყვეტილება ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მიიღეს. ეს კადრი 27 იანვარს არის გადაღებული. ზამირ კვეკვესკირი 3 ათეული წელი სახელმწიფოსგან ბინას ელოდა, თუმცა ვერ მიიღო. პროტესტის ფონზე დევნილთა სააგენტო შენობასთან საწვავი გადაისხა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში 5 დღეში გარდაიცვალა. ტრაგედიამ იძულებით გადაადგილებული პირები კიდევ ერთხელ გააერთიანა. ისინი უსამართლო საბინაო პოლიტიკის წინააღმდეგ დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ბინით უზრუნველყოფა 33 წლის განმავლობაში დევნილების ვერ მოხერხდა. 92 გეტოდან დიდი ნაწილი არის ამორტიზირებული და დევნილების საშინელ პირობებში იმყოფებიან. პირველი თაობის დევნილებსაც კი დღემდე ბინები არ აქვთ მიღებული თავიანთი კუთვნილი. ჩვენ კუთვნილს ვითხოვთ ხომ? სახელმწიფო ხომ არის ვალდებული დევნილებს მიხედოს და რეალურად სახელმწიფო დევნილებს დევნის. დევნილები აცხადებენ, რომ აფხაზეთის ომიდან 3 ათწლეულის შემდეგაც კი დევნილთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს ნორმალური საცხოვრისი და მათი უმეტესობა ისევ დროებით კომპაქტურ ჩასახლებებში, ყოველგვარი ღირსეული და ადამიანური პირობების გარეშე ცხოვრობს. მათი თქმით, მიზეზი ბინების გადანაწილების პროცესში არსებული სავარაუდო კორუფციაა. ამ ბანერის კეთებისას გუშინ შევესწარი ესეთ ფაქტს. იქ მყოფმა ერთმა ადამიანმა მოქალაქემ ესე კითხვა დამისვა, ყველა დევნილს 4-4 ბინა აქვსო და რა გაუჭირდა ამ ადამიანს ისეთი, რომ თავი დაიწვაო.
აი სწორედ ის 4-4 ბინა ვისაც აქვს, ეს კორუფციის შედეგია და სწორედ რომ ამ ადამიანს უჭირს ყველაზე მეტად და ასეთი არის მაღალი პროცენტი. კეთილი ინებონ, შეისწავლონ საფუძვლიანად, სათიდაოდ ყველას მდგომარეობა და მხოლოდ შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. ჩვენ ხედავთ, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს ამდენი წლის განმავლობაში დევნილების თუნდაც ერთი პრობლემა, თუნდაც მხოლოდ განსახლების პრობლემა მოაგვაროს, გადაჭრას ისე, რომ ადამიანებმა თავი იგრძნონ ღირსეულად, თავი იგრძნონ თანასწორ მოქალაქეებად ამ ქვეყნისა და იცხოვრონ ისე, როგორც საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებს შეეფერებათ. იძულებით გადაადგილებული პირები სავარაუდო კორუფციული სქემის გამოძიებას და ეფექტიან საბინაო პოლიტიკას ითხოვენ. დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კი ისევ დუმილს ინარჩუნებენ და კომენტარს არ აკეთებენ. უწყების ინფორმაციით საქართველოში სულ 14850 დევნილი ოჯახია. ჯამში 295,871 იძულებით გადაადგილებული პირი. მათი ცნობით 2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი 39000-მდე დევნილმა ოჯახმა მიიღო. მივხვდით იმისა, რომ ბოლო წლებში ნამდვილად ჰქონდა პოზიტიური დინამიკა დევნილების განსახლებას და აშენდა არაერთი ახალი კორპუსი, სადაც დევნილთა შესახლება მოხდა. კვლავ დიდია და კვლავ დიდი რჩება იმ ოჯახების რიცხვი, რომლებსაც საცხოვრებელი არ მიუღიათ. ამავდროულად დევნილები ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორმაგად მოწყვლადი ჯგუფია სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ ხედავთ, რომ მათი შემოსავლები ხო ბევრად უფრო დაბალია ვიდრე მაგალითად სხვა ოჯახების და ამავდროულად ვხედავთ, რომ უმუშევრობა ორჯერ ნაკლებია ამ თემში. ქართული ოცნების მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ბოლო წლებში დევნილების საცხოვრებელი ფართი დაკმაყოფილების მაჩვენებელმა იმატა, თუმცა 10000-ობით ოჯახი ბინებს დღემდე ელოდება. მათი ნაწილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში ცხოვრობს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აღიარებს, რომ ბინების გაცემის პროცესში გარკვეული ხარვეზები არსებობს, თუმცა დეტალებზე ის არ საუბრობს. ჯემალ გამახარია ირწმუნება, რომ 2-3 წელში დევნილების 90%-მდე ბინით დაკმაყოფილდება. გაიცემოდა ბინები, ადამიანებს ურიგებდნენ ბინებს და რიგი არ კლებულობდა. ამის მიზეზი არის სხვადასხვა, არ მინდა ამ მიზეზებში მე ახლა ღრმად ჩავიხედო და შევიჭრა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დიდწილად ეს აღმოფხრილია და თქვენ იცით, რომ თითქმის მილიარდამდე ლარი არის გამოყოფილი 2-3 წელიწადში პრობლემა ძირითადად იქნება გადაწყვეტილი. განსაკუთრებით იმ დევნილების, რომლებიც არიან გადმოსულები იქიდან. აქ დაბადებულები ალბათ შეიძლება კიდევ 1-2-3 წელი დასჭირდეს. სამინისტრო თუ თვითონ გასცემს 2-3 ბინას აქ დევნილი რა შუაშია. ესე იგი ის თვითონ შედის გარიგებაში და თვითონ ჯემალ გამახარია როცა ამას იძახის ეს არის სამარცხვინო, იმიტომ რომ თვითონ ბრძანდება აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, რომელიც პირდაპირ ვალდებულია დევნილების მთავრობას წარმოადგენენ და დევნილებზე ზრუნვა აკისრიათ და სამწუხაროდ ისიც კი დევნილების პრობლემების გაჟღერებას კი არ ცდილობს, პირიქით მავნებლობს დევნილების მიმართ და ეს ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ეს ფაქტი. დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში მომდევნო 3 წელში 7000 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინა გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ ახალი კანონით 2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი ბავშვები ბინებს ვეღარ მიიღებენ. ეს არის ჩვენი საერთო ტრაგედია და ის რომ ბატონმა ზამირმა მიიყვანა თავი თვითმკვლელობამდე ეგ რა თქმა უნდა გამოსაძიებელი არის და ეს არის სისტემის დანაშაული, რომ ამ დონემდე ჩვენი მოქალაქეები მიდიან და თვითმკვლელობით ასრულებენ ცხოვრებას. 21 საუკუნეში დევნილები, რომელიც იძულებით მოგვიწია ჩვენ დატოვება ჩვენი სახლები იმის გამო რომ ვართ ჩვენ ეთნიკურად ქართველები, დღეს ღირსეულ პირობებში ვერ ცხოვრობენ. საბინაო პოლიტიკის გამართვასთან ერთად დევნილებს აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების გადადგომა სურთ.
აფხაზეთში ვიზიტით მყოფი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო სოხუმის აეროპორტის 1 მაისისთვის გახსნას, ხოლო მიმდინარე თვეში სატესტო რეისის შესრულებას მოითხოვს. TASS-ის ინფორმაციით ის სოხუმის აეროპორტის პროექტ სილამაზით მისთვის მთავარია ესწრება თუ არა სეზონისთვის აეროპორტის გახსნა და შეძლებენ თუ არა დამსვენებლები პირდაპირ სოხუმში ჩაფრენას, თუ ისევ სახმელეთო გზით რთული მარშრუტის გავლა მოუწევთ. 1 მაისი რეგულარული რეისების დაწყების ვადაა. ის აფხაზებს შეახსენებს, რომ ინვესტორებმა პროექტში უკვე მილიარდობით რუბლის ინვესტიცია განახორციელეს. მათ აქვთ გეგმა მეორე ეტაპისთვის და ამზადებენ საინვესტიციო პროექტს, რომ აეროპორტის გამტარუნარიანობა მისი შესაძლებლობის ამოწურვამდე გაფართოვდეს. დანიაში ანაკლიის სპორტისთვის ტალღმტეხელის მოდელის ლაბორატორიული ტესტირების პროცესი მიმდინარეობს. ფიზიკური მოდელის ტესტირებას კომპანია DHI ახორციელებს. სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ანაკლიის ღრმაწყობა ნავსადგურში ასაშენებელი ტალღმტეხელის მოდელის მაკეტის ლაბორატორიული ტესტირების პროცესი რეალური საპროექტო ტალღმტეხელის მოდელზე სხვადასხვა გარე ფაქტორების სიმულირებით მიმდინარეობს. ზოგადი პროექტირების ეტაპზე გათვალისწინებულია საზღვაო ინფრასტრუქტურაზე ჰიდროდინამიკური ზეგავლენის შეფასება, რაც ხორციელდება რეალური საპროექტო ტალღმტეხის მოდელზე სხვადასხვა გარე ფაქტორების სიმულირებით. აღნიშნული ხორციელდება მოწინავე ჰიდროტექნიკური მეთოდოლოგიით, რაც საშუალებას მოგცემს მივიღოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში მდგრადი საზღვაო ინფრასტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს წელიწადის ყველა დროში გემების შემოსვლა, გასვლას და ოპერირებას. ეს არის ანაკლიის პროექტის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ჩვენ რეალური მოდელის მაგალითზე დეტალურად განვიხილავთ იმას, თუ რის აშენებას ვაპირებთ მომავალში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხს. მოგიწვიეთ ყველა აქ დანიაში, რათა თავად ადევნოთ თვალი რეალურ სიმულაციურ გამოცდებს. ანაკლიის სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ საქართველოსთვის. ამ ტიპის პროექტები ხანგრძლივ საექსპლუატაციო ვადაზე არის გათვლილი და თითოეული დეტალი საფუძვლიანად დაფიქრებას საჭიროებს. ჩვენი აკოფნის მიზანია ანაკლიის ირგვლივ ახალი ტალღის მჭრელის დიზაინის მართლზომიერების დადასტურება და ოპტიმიზაცია. თვალს ვადევნებთ ტალღის გადაცემის კვლევას, როგორ მოძრაობს ტალღები ანაკლიის ტერიტორიის წინა ღრმა კანიონიდან და როგორ მოქმედებს ეს პორტსა და სანავიგაციო არხებზე. გამოცდები დაკალიბრებისა და პროექტის დიზაინის მართლზომიერების დასაბუთების პროცესის ნაწილია. საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის გადამცემის სისტემის ოპერატორთა მონაწილეობით ერთობლივი საწარმოს Green Energy Corridor Power Company რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ერთობლივი საწარმო ამ ეტაპზე მწვანე ენერგიის კორიდორის კვლევითი და საპროექტო საქმიანობით იქნება დაკავებული. მისი შექმნის მიზანს წარმოადგენს მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტის რეალიზება, რაც მათ შორის ითვალისწინებს შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის მშენებლობას. პროექტის მიხედვით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სიგრძე იქნება 1155 კილომეტრზე მეტი, ძაბვა 525 კილოვატი, ხოლო სიმძლავრე 1300 მეგავატი. შემოვლითი რკინიგზის პროექტი იყო ხარვეზიანი სამანქანო გზის ჩანაცვლება შესაძლოა გამართლებული იყოს. მერაბ ბოლქვაძის თქმით, ყოველთვის საუბარი იყო რკინიგზის საავტომობილო მაგისტრალად გადაკეთებაზე, თუმცა კონკრეტული პროექტი მაშინ არ არსებობდა. შესაძლოა ეს გადაწყვეტილება გამართებული იყოს, თუმცა აუცილებელია იმ რეკრეაციულ არეალებში, სადაც ახალი მაგისტრალი გაივლის განაშენიანებაზე კონკრეტული სტანდარტები დაწესდეს იმისთვის, რომ უსისტემო მშენებლობები არ დაიწყოს. ზოგადად ექსპლუატაცია და ყველა ეს ხარჯები 12 მილიონი ნახევარზე მეტი იყო და კიდევ იყო სხვა რამოდენიმე ასპექტი, რომელთაც დადგინდა, რომ ეს პროექტი იყო ძალიან სრულდი საინჟინრო თვალსაჩინო. ეხლა თქვენ ბრძანეთ, რომ რამდენად არის სწორი გადაწყვეტილება ჩანაცვლება. ეხლა ვაკის იყო მომზადებული, დახარჯული იყო 200 მილიონზე მეტი და თუ ეს გამოყენებული იქნება სამანქანო გზად, ასაწონდასაწონია შესაძლებლად დასახარჯი თანხა და უკვე დახარჯული და ეფექტიანობა ამ პროექტისა იქნება ამ დარგის სპეციალისტების მიერ ასაწონი, სავარაუდოდ ალბათ უნდა იქნას ის გამოყენებული, იმიტომ რომ ის ვაკისი აქტიურად გამზადებული. ამ ყურადღებით უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ზღვის არეალში, სადაც გადის ეს სამანქანო გზა და გაივლის, იქ არ მოხდეს უსისტემო განვითარებები და ზოგადად სამშენებლო დიდი განვითარებები, იმიტომ რომ რეკრეაციული სივრცე არ შეილახოს. ამიტომ ამ თვალსაჩინით არის საყურადღებო და იქ იქნება რაღაც შეზღუდვების შემოსახება.
საოჯახო მარნის ოდოს დამფუძნებელი ქეთი ნინიძე აცხადებს, რომ მათი საექსპორტო მოლაპარაკებები ჩინეთსა და ლიეტუვასთან გასული წლის მაისიდან შეჩერდა, რაც ქვეყნის პოლიტიკური სიტუაციის გავლენით მოხდა. ამის შესახებ მან BMG TV-ს გადაცემა წერტილში განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მარანს ამ დრომდე ექსპორტით 11 ქვეყანაში აქვს, მათ შორის არის შტატებიც. ახალი ბაზრების დამატება ზოგადად ჩინეთისა და ლიეტუვის მიმართულებით გეგმავდა, რომლებთანაც მოლაპარაკებებიც რუსული კანონის საპროტესტო აქციების შემდეგ შეჩერებულია. ქეთი ნინიძე საუბრობს იმ გამოწვევებზეც, რომლის წინაშე მცირე ბიზნესი ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო შეიძლება აღმოჩნდეს. მისი თქმით, მცირე მეწარმეები დიდი რისკის ქვეშ არიან. განსაკუთრებით ისინი, ვისაც ექსპორტი ევროპაში აქვს და ან გასატანად ემზადება. მან ასევე დასძინა, რომ უკვე ფიქსირდება ტრანზაქციის შეფერხების ფაქტები, რაზედაც არაერთი ბიზნესი საუბრობს. აღნიშნული კი სავარაუდოდ სანქცირებულ ქართული ოცნების პირველ პირებს უკავშირდებათ. სასტუმროების მმართველი კომპანია ინგრუპის აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას თქმით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და დაბალი სეზონის მიუხედავად, სასტუმრო ამ თვეში 60%-ამდეა დატვირთული. ამის შესახებ მან BMG-სთან ისაუბრა და დატვირთვის ზრდა ზაფხულში ივარაუდა. ისიც თქმით, ამ დროისთვის ისევე როგორც სხვა ინჯგუფის სასტუმროებში კორპორაციული ჯავშნებია შემცირებული, თუმცა აქტიურია ინდივიდუალური ჯავშნები. გარდა ამისა, კოკაია ამბობს, რომ გორეინის სასტუმროს მიმდებარეც სადღესასწაულო სივრცე ცირკი, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში ამოქმედა წელს რეორგანიზაციას გეგმავს. საქმე ის არის, რომ როგორც ერეკლე კოკაია განმარტავს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ყველაზე მეტად სარესტორნო სექტორში იყო. ამრიგად, თუ სიტუაცია არ შეიცვალა, რესურსების დაზოგვის მიზნით სარესტორნო სივრცის სამუშაო საათების შემცირება იგეგმება. თუმცა აღნიშნული შეზღუდვა კორპორაციული ჯავშნების შემთხვევაში არ იმოქმედებს. შეგახსენებთ, გორეინის სასტუმროების მმართველი კომპანია ინგრუპის ქსელს წარმოადგენს. სასტუმროს მშენებლობაში 20 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა და ჯამში 120 ნომერს აერთიანებს. რაც შეეხება ცირკს, ის 2023 წელს შეიქმნა. სივრცე 600 კვადრატულ მეტრს მოიცავს და 500 ადამიანზე გათვლილი. ქვეყნის მასშტაბით 200-მდე ბოთლი ყლაპია აპარატი მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა განთავსდეს. ამის შესახებ კომპანიის ტენეს დამფუძნებელმა სანდრო ლილუაშვილმა BMG-თან ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ პროექტი კომპანია სპარკლოსა და ტენეს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. ტენეს დამფუძნებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 60-მდე ბოთლი ყლაპია აპარატია განთავსებული და სამომავლოდ საქართველოს სრული დაფარვა იგეგმება. მისი ცნობით აპარატების დახმარებით მომხმარებელს ბოთლის ჩაყრის შემდეგ ჰულები ერიცხება. კერძოდ, ერთი ბოთლი 10 სპარკლო ქულა, რომლის გადაცვლად მათ ტენეს პროდუქტებში შეუძლიათ. ასევე სპარკლო X-ტენემ სოციალურ საწარმოებთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა მომხმარებელმა ქულები სხვა პროდუქციაშიც გადაცვალონ. რაც შეეხება აპარატებში შეგროვებულ ბოთლებს, მათ ფილისთან ახლოს წეროვანში მიიტანეს, სადაც ბოთლებს დაპრესენ და ამ ეტაპზე ასაწყობებენ, ვინაიდან პროდუქციის ფასი დაცემულია. ეს სექტორი მზარდია, თუმცა ფრაგმენტული. ამის შესახებ გადაცემა ბიზნესის კვირეულში კომპანია გროსმანის დამფუძნებელმა ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა. BMG-ს ეთერში სტუმრობისას კაჭარავამ იმ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება, რითიც საქართველოში სამშენებლო სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის ბაზარი გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის ბაზარზე კომპანია გროსმან რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და უკვე 2 ფილიალით არის წარმოდგენილი. მისი დამფუძნებლის ინფორმაციით, სწორედ ბაზრის ფრაგმენტულობიდან გამომდინარე გადაწყვიტა გროსმანის შექმნა. კაჭარავას თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე გროსმანის კიდევ 3 ფილიალი გამოჩნდება, ხოლო მომდევნო 3 წლიან პერსპექტივაში მინიმუმ 15 ფილიალის გახსნა იგეგმება. კომპანია განვითარების გეგმების თანახმად წარმოების დაწყებას მოიაზრებს. საკონდიტრო განჯინა მიმდინარე წელს მეორე ფილიალის გახსნას აპირებს. ამის შესახებ საკონდიტროს დამფუძნებელმა სოფო ჩიკოვანმა BMG-სთან განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახალი ფილიალის გახსნისთვის დაახლოებით 60.000 ლარის ინვესტიციაა საჭირო. ინფორმაციისთვის საკონდიტრო განჯინა 2023 წელს გაიხსნა და მომხმარებელს საკონდიტრო ნაწარმის ნაირსახეობას თავაზობს.